როგორ ხართ მეგობრებო, ჩემი კატუნია უნდა დაგანახოთ. აი მე გავაკეთო კარგად ეს. ეს სამი კატუნია. მარიამი უნდა მივიდეს დღეს სახლში, კი ბატონო. როგორ ხართ ბავშვებო? რამდენი ხანია არ მისაუბრია თქვენთან. გავაღვიძო ეს თუ იყოს? ჩამიყარე ლიზი აბა რაღაც ვიდეოებს რომ იყრიდი. როგორ ხართ ბავშვებო, მეგობრებო? ვიცი რომ აქ არ ხართ ყველანი ბავშვები. ვერ გიყრიო, რატო ვერ გიყრი? მეგობრებო, სტრიმებს ვერ უყურებ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო მიაქვს სტრიმებს. მე მაგდენი არ მცალია, თქვენ რასაც მიყრით ხოლმე, იმას ვუყურებ, ეს გადავწიოთ თუ გადმოვწიოთ. თქვენ რასაც მიყრით ხოლმე, იმას ვუყურებ. მარიამზე გავიგე რომ არის ავად, მოკლედ ახლა მე ერთადად ვეკონტაქტები ხოლმე TikTok-ზე და Instagram-ზე მარიამს და როგორც გავიგე ავად არისო და ვერ ვუკავშირდები სამწუხაროდ მარიამს. ძირითადად Instagram-ზე მირეკავს ხოლმე და მწერს. მეგობრებო, თქვენი აზრით, ახლა მე გუშინდელ ვიდეოებსაც ვუყურე, რაც ჩამიყარეთ. და თქვენი აზრით როგორ ფიქრობთ, მარიამი მოხდება თუ არა ფინალში? ჩემი აზრით ძალიან დიდი შანსი აქვს მარიამს რომ ფინალში მოხვდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე საყვარელია ეს ხალხი. აი ხლა მე რა მაინტერესებს, ცი აი ეს საყვარელია თუ მე მეჩვენება. Soul House-ზე რატო ლაპარაკობ? ბაშო, ახალ წელზე გელაპარაკოთ თუ House-ზე? დღეს აუცილებლად უნდა მივიდეს ხო წესით. ან ამბობენ რომ ხვალ დილითაცო. მოკლედ მაღალი სიცხე ქონია და ამის ნიადაგზე გაუშვეს სახლშიო. ავად ყოფილა, კი ბატონო. ძალიან სასაცილო იყო ვაიმე, აი ხალხნო, აი სიცილით კინაღა მოვგვდი. დიანაზე და ზურაზე გითხრათ. მოკლედ დიანა ეუბნება ზურას რომ ჩვენ გამომწერებსო და ხალხს აინტერესებსო. ანუ ის რაც თვითონ აინტერესებდა ზურასგან დააბრალა ხალხს და გამომწერებს და ფანებს.
ქალბატონო, არავის არ აინტერესებს შენ ვისთან დაწყვილდები, ჩემო დიანა, შენ ზურასგან თუ გაინტერესებს რაღაც პასუხები და რაღაც საკითხებზე დაზუსტება, შენ ხალხს და ფანებს და მაყურებლებს მოაბრალებ, წადი და ჩააზუსტე და შეეკითხე. რას აბრალებს ახლა მაყურებლებსო უნდათო ჩვენი დაწყვილებაო და პირველ რიგში ურთიერთობის საყრდენი უნდა იყოს გულწრფელობა. შენ თუ აქედანვე ფაიმიშინ შემოგივლი ხეთხახლა. დიანა, ჩემო კარგო, შენ თუ აქედანვე მაგ აფერისტობით იწყებ ურთიერთობას, რომ ზურას ეუბნები, ვითომ ფანებს უნდათ შენი დაწყვილება და შენ კი არაფერ შუაში ხარ, მაგრამ აი ფანებს რახან უნდათ დაწყვილება. პირველ რიგში თვითონ უნდა დაწყვილება და აბრალებს მაყურებლებს. არ გბროზდიდი. ხედავთ და იძინედი. ხო და პირველ რიგში რა ვიცი, გულწრფელობა არის ძალიან მთავარი, ხო? ურთიერთობაში და შესაბამისად აბრალებს მაყურებლებს, თუ მაყურებლებს უნდათ მაგის დაწყვილება, თორე თვითონ კი არ აინტერესებს ეს ყველაფერი. დედა სიცოცხლე ხარ. და მაგ დიალოგიდან მარიამის კი არა და დიანას და ზურას დიალოგიდან ის გავიგეთ, რომ დიანა არის ძალიან დაინტერესებული ამ ყველაფერში. ეს გოგვარი გიჟვით არ მიკბინო. ჭადი არ მიკბინო. ვაიმე, გადახტა. პირველ რიგში დიანა არის ძალიან უკიდურესად დაინტერესებული ამ ყველაფერზე და აბრალებს მაყურებლებს. სულ ახლა მაყურებლის სურვილებზე დადის დიანა, რომ რახან მაყურებელს უნდა დაწყვილება, ამიტომ ვითომ ახლა მე ესე მგონია, ხავე ვიტყვი, რომ ურთიერთობის დაწყება საჭიროა გულწრფელობით. რატომ მგონია მარიამის და ჯავახას წყვილი უფრო მისაღები და უფრო გულწრფელი, იმიტომ რომ ერთმანეთს დიდად აი ნახეთ არაფერს არ ეუბნებიან, რომ ეხა მარიამი რომ მოდის, იცი რა არის ჯავახ, კი არაფერი, უბრალოდ ჩვენ მაყურებელს და ფანებს აინტერესებს, ჩვენ რა ურთიერთობა გვაქვს და რომ შეიცადოს, რომ ათქმევინოს, რომ მოსწონს. არანაირად არაფერი. ლორენცოს მოსწონს თუ არა ლელუ. ხალხნო ჯავახაზე მე სულ რას ვეუბნებოდი მარიამს. მარიამს ვეუბნებოდი, რომ ძალიან კარგია თქო ჯავახას რომ მოწონხარ, მაგრამ აბა ვნახოთ საქმით რას გააკეთებს. გავიდა ძალიან ცოტა დროს, რაღაც ალბათ 10 დღე 1 კვირა ამ ჩემი ნათქვამიდან მარიამს რო ვეუბნებოდი და ჯავახამ თავისი ესე ვთქვათ მოწონება დაამტკიცა საქმით. მან როგორც კი დაინახა რომ მარიამი იყო აუთსაიდერი, რაქნა ადგა და მოუწოდა ყველას რომ მარიამისთვის დაემესიჯებინათ, მარიამისთვის დაეჭირათ მხარი და პირველ რიგში რაც ყველაზე მეტად მომეწონა მე ჯავახასი. ჯავახასგან მე მომეწონა ის რომ დავუშვათ მარიამმა როცა დაუშვა შეცდომა და გამოიყენა უცენზურო სიტყვები ჰაუსის წევრებთან მიმართებაში. აი ესე კი არის მივარდა და ვაიმე შერაცული რაღაცეები თქვი, ჩემთვის ესეთი რაღაცა მიუღებელი, ანუ ჭკუის სწავლება და თითქმის კი არ დაუწყო. დაელაპარაკა, თავისი რჩება მისცა, პოზიცია დააფიქსირა, ურჩია რომ ჯობდა ბოდიში მოეხადა მას და ასე შემდეგ და ამით დაამტკიცა თავისი კარგი დამოკიდებულება, მოწონება თუ ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში მე რასაც ვამბობდი რომ მოწონება ერთია, მაგრამ ეს უნდა იყოს საქმით გამოვლენილი და საქმით დაადასტუროს ბიჭმა გოგოსადმი მოწონება. ამ ეტაპზე ჯავახამ დაადასტურა ის რომ რთულ დროს მაშინ როცა ყველამ ზურგი აქცია მარიამს გვერდში დაუდგა ჰაუსელებთან და ჰაუსის სხვა წევრებთან ურთიერთობის დაალაგებაში და მოწესრიგებაში, ურთიერთობის მოწესრიგებაში მხარი და მოეხმარა და შეეცადა რომ ურთიერთობა დაელაგებინათ. ბოსი გახდა ზუკა გუგამ. და
რაც მთავარია, აუთსაიდერობის დროს ძალიან გვერდში დაუდგა და მის ფანებს მოუწოდა, რომ მარიამისთვის დაეჭირათ მხარი, ასე რომ მე ჯავახას ძალიან დიდი მადლობა მარიამის გულშემატკივრობისთვის და მარიამს რო ესე დაუდგა გვერდით და ძალიან ჯავახ მე რო ვიყავი ფარდიზე გითხარი კიდეც რომ შენ უნდა გახდე ბოსი თქო. გასაგებია კოალიციას არ აწყობს ჯავახას ბოსობა და მწვანე დროშები არ მისცეს. რატო არ მისცეს? იმიტომ რომ ისევ ჯავახას და მარიამის წინააღმდეგ წავლენ ეგენი. მარიამი რო ბოსი გახდეს ძალიან მინდა. ნუ მე მქონდა მოლოდინი რომ ჯავახა გახდებოდა ბოსი, თუმცა რა თქმა უნდა ჯავახას მხარი არ დაუჭირეს ხალხმა, იმიტომ რომ ჯავახას მოშორებაც უნდათ და ჯავახას რატო დაუჭერდნენ მხარს? მარიამი რო ბოსი გახდეს, რა სტილის ფართი იქნება? არ ვიცი რა სტილის ფართი იქნება, მე აუცილებლად მივალ, მაგრამ მე მგონია რომ მანდ მარიამს ძალიან დიდ კონკურენტად აღიქვამენ უკვე, მას შემდეგ რაც ხმათა უმრავლესობით და მაყურებლის გადაწყვეტილებით დარჩა პროექტში და მე მგონია რომ მაგას ბოსად არავინ არ დასვავს ჰაუსში, იმიტომ რომ მოშორება უნდათ და კონკურენტად ვთვლიან და ბოსად ვინ დასვავს. ანასტასია ჯავახასთან შევიდა რა სიტყვი, რა უთხრა მე ანასტასიამ, აბა არ ვიცი რა უნდა ვთქვა, არ მინახია ეს ყველაფერი და ესე მარტო. user 1-2-3. სავარაუდოდ რაღაცა ფეკი იუზერია, თუმცა ხო რო შევიდა რა ქნა მერე. ანამ რადგან ტვინი შევჭამე ჩემი ჰაუსზე შეგიძლია არ მიყურო არ მომისმინო. ჯავახასთან ხო user 1-2-3 ვერ მივხვდი შეკითხვას, ჯავახასთან თქო. რა თქო მერე? მარიამი არის სიცხიანი და მალე შევა როგორც ვიცი. კიდე ახალი მონაწილე შედის, არ ვიცოდი, 2 კვირა დარჩა ჰაუსის დამთავრებამდე და ახალ მონაწილეს რაღა უნდა ხალხნო. ჩემი აზრით ახალი მონაწილე არ შევა, იმიტომ რომ 16 იანვარს მთავრდება და ფაქტობრივად 2 კვირა დარჩა. კი, მარიამ რო ბოდიში მოუხადა გოგოებს, ახლა გულწრფელი იყო, როგორი იყო ნანობს, არანობს, ეს მარიამის საქმეა, მაგრამ ვთვლი რომ სწორად მოიქცა კი და ჯავახას დიდი დამსახურება ამაში. ფეიკებისგან და ესე ვთქვათ მონაწერებს არ ვკითხულობ, იმიტომ რომ ნუ ფეიკმა რა უნდა დაწეროს ახლა ისეთი მგონია რომ რაღაცა არასერიოზულია ფეიკებთან ურთიერთობა. მომწერეთ აბა ვინ შედის სამშაბათს და ვინ ადამიანია ძალიან მაინტერესებს. მომწერეთ არავის არ ვეტყვი. სამშაბათს თუ შედის ხალხო ძალიან ცოტა დრო რჩება დამთავრებამდე და ახალი მონაწილისთვის ეს ალბათ არ არის კარგი, ხო ძალიან ცოტა დრო რჩება. რავდი, ბოლო კვირაში შემოიყვანონ ბარემ და გაიმარჯოს. გეხუძებ ფარტიზერ უთხარი მარიამს ძალიან გვიყვარს და გულშემატკივრობთ, აუცილებლად გადავცე. ბიჭი შედის თუ გოგო, არ ვიცი ხალხო, მეც ეხლა გავიგე ლაივიდან, ერთ-ერთმა იუზერმა დაწერა, რომ ახალი მონაწილე შედის სამშაბათსო, მე არ ვიცოდი ამის თაობაზე. ზიკო გამარჯობა.
თიკო გეთანხმები ხო ბარემ ფინალში მოიყვანონ და პირდაპირ ფინალში დასვან ან ვერ გეტყვი რამდენად სწორია ასწორია მაგრამ აქვე ვიტყვი რომ ჰაუსის ორგანიზატორი ვინც არის და პროდაქშენი ვინც არის მათი გადასაწყვეტია ეს და რავი როგორც უნდათ რა ვიცი მათი შოუა და როგორც უნდათ ისე მოიქცევიან ფეიკი არა ლელუზე და ლორენცოზე რას ვფიქრობ? ძალიან უხდებიან ერთმანეთს ლელუ და ლორენცო, მაგრამ ადრეც გითხარით, რომ ლორენცომ უთხრა ადრე ლელუს, რომ შენ ჩემი გემოვნების არ ხარო, ძალიან ეწყინა ეს ლელუს, 10-დან 5 ქულით შეგაფასებდიო, ანუ რაღაცა ოროსანი უწოდა ფაქტობრივად, ხო? 10-დან 5 ქულა ხარო ჩემთვისო და ამაზე ლელუ იყო ძალიან გამწარებული და მაგის მერე დაიწყო ლელუს აგრესია და ლელუს გაბრაზება ლორენცოსადმი და ლორენცოს მერე სულ ჰაუსის ორგანიზატორების მხრიდან მარიამის დახარების შეყვანას მე მაგალითად არ ვიცი, ვერანაირად ვერ შევაფასებდი, იმიტომ რომ საერთოდ არ მგონია რომ ეგოგოები შესაყვანი იყვნენ ჰაუსში რაიმე ფორმით, გინდა სტუმრის სახით, გინდა მონაწილის სახით, გინდა ასე, გინდა ისე. ეხლა სოფია მამგოგო მილაპარაკა რომ ეს იყო მოწყობილი, მეც კარგად მლანძღა ამ ვიდეოში, რაღაცა მახინჯი და ის იწოდა, ერთი ორი შემაგინა კიდეც. სოფია არ გიცნობ ძალიან მწუხვარ როგორც ვიცი, დედა თქვენი გარდაცვლილია და ძალიან მწუხვარ გოგოებო, ესეთ ახალგაზრდა ასაკში თქვენ მშობელი დაკარგეთ, დედაზე ამ შემთხვევაში საუბარი, ძალიან მწუხვარ თქვენ გამო. და რას ვამბობდი, ხო, დადგმული იყო და გვიჩალიჩებდნენ, რომ ჯავახასთან გვეცეკვაო და ასე შემდეგ. არ ვიცი, მე არანაირი კავშირი არ მაქვს ორგანიზატორებთან, პროდიუსერებთან, პროდაქშენთან. მე ვარ ჩვეულებრივ გარედან მისული ერთ-ერთი მონაწილე, რომლებიც დამიკავშირდნენ და როგორც სხვა მონაწილე ესე მივედით. არანაირი ვინმესთან მიკერძოება პროდაქშენის მხრიდან არ შემინიშნავს, თუმცა იმაზე ორი აზრი არ არსებობს, რომ პროდაქშენი ჩალიჩობს და მათ ინტერესებში არის ბევრი ნახვები, საინტერესო იყოს. ხალხი მიეჯაჭოს ეკრანს და უყუროს ჰაუსს. აი, მხოლოდ ეს ინტერესი აქვს ხალხნო პროდაქშენს და იქ მარიამს რა გრძნობები ექნება ჯავახას თუ მის დაქალებს არ აინტერესებთ. ნახეთ ხალხნო რა საყვარელია ეს. ეხლა მითხარით, ეს საყვარელია თუ არ არის საყვარელი? ალაიდე. ვაიმე. კი ბატონო. ბასასი კარგად არის მეგობრებო, სასუსნავები უნდოდა და სასუსნავები მოვუტანე, ეხლა კარგად არის. აი, ესეთია ბასასი, ხალხო, არის ჩემი აზრით უსაყვარელი. ეხლა ეს საყვარელი არ არის? რაუდი? აი, ჩემი აზრით ხალხო, ეს ძალიან საყვარელია. მარიამი როდის დაბრუნდება სახლშიო? მარიამი არის ავად სიცხიანი, სახლში გამოუშვეს, რომ დალიოს წამლები გამოჯამრთელდეს და ძალიან მალე მივა სახლში და დაბრუნდება. ვიდეოა ლორენცომ წელზე რომ შემოხვე ხელი. ხალხნო, წელზე ხელის შემოხვევა რომ რამეს ნიშნავდეს. მე მანდ გოგო არ მეგულება ლორენცოს წელზე ხელი რო არ შემოეხვიოს, მართლა ოღონდ. მაგრამ აქვე ვიტყვი რომ ეს წელზე ხელის შემოხვევა
მზე გახედვა, გამოხედვა, ხუმრობების თქმა არ ნიშნავს ხალხმარებას და მოწონებას არ ნიშნავს მართლა. ოღონდ არავის არ გეგონოთ ხალხნო, რომ ვიღაცა რო წელზე შემოგხვევთ ხელს, იმას მოწონხარ და შენზე გიждდება. ეს ასე არ არის. სტრიმებს ვერ ვუყურებ, მაგრამ სტრიმებიდან ვიდეოებს რომ მიყრით ხოლმე, ყველაფერს ვუყურებ და ძალიან მიხარია. მარიამის დაქალები რატომ ლანძღავენ, წარმოდგენა არ მაქვს. მაგ გოგოებს მე არც ვიცნობ არაფერი წინააღმდეგი მაგათთან არ ვარ. რა ვიცი, უბრალოდ მლანძღავდნენ, ესეც მე ვერასოდეს ვერ ვნახავდი, თქვენ ჩამიგდეთ და თქვენ მაჩვენეთ. პასასო საყვარლესია, ხალხო ნახეთ. აი ნახეთ რა საყვარელია, ჩემ აზრით აი ძალიან საყვარელია. მაგ გოგოს ვიდეოებს გადავხედე ხალხო და სულ გინებები აქვს, თვითონ წარწერები, სულ გინებები აქვს, არ ვიცი როგორ არ უბლოკავენ TikTok-ს. თან ძალიან ბევრი გამომწერი ყავს 100,000 მე მგონი. ანასტასიაზე რას გვეტყვი? ანასტასიაზე რას გეტყვით? მე ანასტასია ძალიან მომეწონა. ლაივში გავიცანი ფართიზე რო ვიყავი და ძალიან სიმპათიური გოგოა და ძალიან ლამაზი უბრალოდ სიმპათიური არა. სიმპათიურიც არის და ლამაზიც, ხო? და ლაივში ბევრად უფრო ლამაზი და ეფექტურია, ვიდრე ეკრანზე ჩანს. ძალიან საყვარელი გოგოა და შესაბამისად ხასიათიც აქვს. მუზები როგორ ემტერებიან და როგორ ცუდად ექცევიან, ნახეთ, ხო? ბარბარე, აქ ხარ, მოდერატორად დავაყენე ბარბარე და ბარბარე ვეღარ გპოულობ და თუ აქ ხარ, მოიწერე რომ დაგინახო. მოდერატორად აღარ მახსოვს ვინ დავაყენე ხალხნო, მე მგონი ალექსანდრე იყო და ბარბარე. ბარბარე შემეხმიანე ვეღარ პოულობ აქ. ალექსანდრე როგორ ხარ? კარგად ვარ ალექსანდრე. ბარბარეც გამოჩნდეს თუ შეიძლება. ბასას ნახეთ რა საყვარელია ხალხო, ხო და რას ვამბობდი? აი ამ ეტაპზე მოკლედ ძალიან სასაცილო ურთიერთობა აქვს დიანას და ზურას. ნუ ჯავახასთან და მარიამთან ყველაფერი გარკვეულია, ძალიან მოსწონთ ერთმანეთი. სიყვარულზე აქედანვე გეტყვით რომ მე ვერაფერ ანი დიდი მადლობა. ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ სიყვარული ისეთი გრძნობაა, რომ ესე შესაძლებელია რომ დრო ჭირდებოდეს, თუმცა მათი გულწრფელი მოწონებაში უკვე ეჭვი არავის აღარ ეპარება და რაც შეეხება მეორე წყვილს, არ შემდგარ წყვილს, ეს არის ზურა და დიანა. ნუ აქედანვე ვიტყვი რომ ზურამ თავიდანვე გეტყვით რომ ფლირტი იყო, ფლირტი რო არ ყოფილიყო დიანას არც დაესიზმრებოდა ზურასგან ეს რაღაც ურთიერთობები, მაგრამ ჩემი აზრით დიანამ დაუშვა ის შეცდომა ურთიერთობაში, რაც არის ხოლმე ყველაზე წამგებიანი. კერძოდ გოგოს და ბიჭის ურთიერთობაში, როდესაც გოგო არის უფრო აქტიური, უფრო გამოხატავს თავის მოწონებას და თავის სითბოს და
უფრო მეც რო ფლირტაობს ბიჭთან ვიდრე ბიჭი. ყველა ვარიანტში ეს არის გოგოსთვის წამგებიანი პოზიცია, ამ დროს ძალიან ბედნიერია თვითონ ბიჭი. იმიტომ რომ ეგო ებუსტებათ ხოლმე, ესე ვთქვათ, ძალიან ამაყები არიან და ძალიან სიამოვნებთ, მაგრამ ამ გოგოსადმი ინტერესი ეკარგებათ. ზურასთვის დიანა რომ მართლა რამეს წარმოადგენდეს განსაკუთრებულს, მე არ ვთვლი რომ მოწონება საკმარისია, ჩემი აზრით საკმარისი არ არის და არც დიანასთვის არ იყო საკმარისი. ამ შემთხვევაში ხოდა თიკო დავამატოთ მოდერატორად მოკლედ. თიკო შენ მინდა რომ მეჭურაო ხოლმე აქ. თიკო დავამატეთ მოდერატორად. თიკო ჰეითერები არ დაბლოკო, დაბლოკე მარტო ძალიან უზრდელები ვინც არიან ისინი. იმიტომ რომ ხა ადამიანს ვერ ავუკრძალავთ საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას. ვინც ხართ ჰაუსის რომელიმე წევრის გულშემატკივრებით ჩემთან, ჩემთვის ეს პრობლემა არ არის. ძალიან სიამოვნებით მოვისმენ თქვენ აზრს, რატო არის რომელიმე წევრი უფრო ღირსეული გამარჯვებისთვის, ძალიან საინტერესო იქნება ეს ჩემთვის. უბლოკავთ მხოლოდ ძალიან უზრდელს. ძალიან უზრდელ ადამიანებს ბლოკავთ, როგორიც არის მაგალითად ლელუს ძმა. ლელუს ძმა არის ხალხნო არ ვიცი, ჩვეულებრივი არაკაცი და უზრდელი ადამიანი, არ ვიცი რა არის, აი ფსკერი. ძალიან გავს ბონდოს კი ბატონო, ქცევაში და ასე შემდეგ და მაგიტომაც მოეწონა ალბათ ლელუს ბონდო, იმიტომ რომ მიამსგავსა თავის ძმას. რატომ ქუთათელი, რატომ და რა და რა ვიცი, რატო უზრდებიან, ვერ გეტყვით, ალბათ მათ იციან ამაზე პასუხი. მარიამი შევა სავარაუდოდ ხვალ დილით, მე როგორც მითხრეს, თუმცა შეიძლება რამე შეიცვალოს. მარიამი რამდენი წლის არისო და მარიამი არის ხალხო 18 წლის, შაშან დაამთავრა სკოლა. შაშან დაამთავრა სკოლა და აქვე გეტყვით, რომ ჩემი უცროსი შვილი, ჩემი თინათინი არის მარიამზე 2 წლით უფროსი, ანუ 20 წლის არის. ხვდებით ხო, მე მარიამთან როგორ ვერ მექნება ვერანაირი ისეთი ურთიერთობა, რომ რაიმეზე გავბრაზდე, ხალხო, აი წარმოუდგენელია. არც ერთი არ არის ღირსეული, ყველა თავის სიტყვას ახტება. ამაზე მე რას გეტყვით, იცით? მე ჰაუსში მეგობრობის არ მჯერა და რატო გეტყვით? მან ერთადერთი მართლა მეგობრები არიან ზუკა და გუგა, რომლებიც არიან ბავშვობიდან მეგობრები იყვნენ, სკოლელები თუ კლასელები და მერეც მეგობრები იყვნენ, ეს ზუკა და გუგა და ესეთი მეგობრები შევიდნენ ჰაუსში. ზუკა და გუგა არ არიან ჯავახას მეგობრები, ეგენი არ არიან ლორენცოს მეგობრები, ეგენი არ იყვნენ და გამოჩნდა ბონდოს მეგობრები, როცა უნდათ მოიშორეს, აგერ ძალიან ბედნიერად. ვერანაირად ვერ დავარქმევ მაგათ მეგობრობას, მე მეგობრობას ჰაუსის რომელიმე წევრს. ერთადერთი გულწრფელი მოწონება, რაც დავინახეთ და ჯავახამ ეს დაამტკიცა თავისი ქცევით, ეს არის მარიამის და ჯავახას ურთიერთობა, რომლებიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მართლა მოწონთ ერთმანეთი. და არა უფრო აქვს გარეგნობა. მარიამს აქვს დიდი შეხედულება, 18 წლისაზე უფროს გავს, მე ვიტყოდი 22-23 წლისას გავს, მაგრამ არანაირი პრობლემა ამაში არ არის. მარიამს აქვს ხოლმე მეიქაპი და უფრო ჩაცმულობაც უფრო დიდი გოგოსი აქვს და ჩემი აზრით ძალიან უხდება. ახლა მარიამი 2-3 წლით უფროს რო გავს, არაფერი პრობლემა მაგაში არ არის. გეთანხმებით 18 წლისას არ გავს, უფრო დიდს გავს, დაუშვათ 22 წლისას.
ახალი მონაწილე ეკეკლუცება ჯავახასო, ვერ გეტყვით, ეს არ ვინახია ვიდეოს, სანამ არ ჩამიგდებთ და არ მაჩვენებთ, ვერაფერს ვერ გეტყვით და კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენ სტრიმებიდან ვიდეოებს რომ იყრით ხოლმე, მაგას ყველაფერს ვუყურებ და მაგაზე დააყრდნობით. ჯავახა რამდენი წლის არის? 21 წლის ხალხმა ჯავახა ჯავახაც ამ ეტაპზე არ სწავლობს, მან ჩააბარა 1 წელი ისწავლა უმაღლეს სასწავლებელში ტურიზმზე როგორც და მე წავიდა და დაიწყო თავისი სამეწარმეო საქმიანობა, დამოუკიდებელი ბიჭია, დაიწყო ბიზნესი, სწავლა დროებით შეაჩერა და დააპაუზა. ეს თვითონ ჯავახამ რაც მოყვა კამერებში ხალხმა არაფერ ინსაიდერულ ინფორმაციას არ გიმხდათ, რაც ჯავახამ თავის თავზე ისაუბრა, იმას გეუბნებით. ძალიან წარმატებით სწავლობდა 1 წელი, თუმცა 1 წელის სწავლების შემდეგ ჯავახამ გადაწყვიტა, რომ საქმიანობა დაეწყო, ფული ეშოვა, ბიზნესი ეკეთებინა და დაიწყო რაღაც ბიზნეს აქტივობები და სამეწარმეო საქმიანობები. ანასტასიას მგონია, რომ პროექტში არც ერთი მონაწილე არ აინტერესებს. გეთანხმებით იყო 100%-ით. მაგაში 100%-ით გეთანხმები, იმიტომ რომ ანასტასიასთვის ახლა მანდ რომელი მონაწილე არის საინტერესო ხალხო. ჩემი აზრით არც ერთი გეთანხმებით იყო მაგაში. მარიამი დღეს რომ მივიდეს ჰაუში ყველას უნდა, მაგრამ როგორც გავიგე, ხვალდილით მივა. პირიქით ჯავახას ერიდება ანასტასია ჩემი აზრით. აი ხალხო, ერთი და იგივე რაღაცას უყურებთ ხო სტრიმებზე და ეპიზოდებში. ზოგი ასე ხედავთ, ზოგი ისე ხედავთ. ხალხო, აი ვერ გაიგებ. ნუცა, ძალიან დიდი მადლობა ლამაზი ვარდების გამოგზავნისთვის. ნუცა. დიდი მადლობა. არა მარტო ჯავახას, არამედ ზურასაც. არ ვიცი, შება ზურასთან შებაჯავ ვერ გეტყვით. მე როგორც ხედავ არის ისე, რომ ანასტასიას არც ზურა, არც ჯავახა არ მოსწონს. უბრალოდ უნდა კარგი ურთიერთობის ქონა ამ ბიჭებთან, იმიტომ რომ არის ახალი მონაწილე და ცდილობს, რომ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს და შეიქმნას ჰაუსის წევრებთან. იმიტომ რომ აქვე გეტყვით, რომ ანასტასიას წარმოუდგენელია, რომ ნორმალურ ადამიანს წარმოუდგენელია ლელუსთან და მუზებთან კონდეს რაიმე ტიპის ნორმალური ურთიერთობა. თვითონ ნუცა კიდე გული გამომიგზავნეთ, ძალიან დიდი მადლობა. ჩემი აზრით ვერც ერთ ადამიანს ვერ ექნება ლელუსთან და მუზებთან ნორმალური ურთიერთობა, იმიტომ რომ ესენი თვითონ არიან ძალიან არანორმალურები. პროექტის მერე ლელუ მუზეუმს დაიკიდებს. ეხლავე კიდია, უბრალოდ იყენებს ეხლა. ეხლაც ძალიან კიდია ლელუს მუზეუმი, მაგრამ როგორც ჩანს იყენებს რაღაცეებში. ვიდეო შემხვდა სტრიმიდან ლელუ ქუთაისელებს ეუბნება მუზეუმი იცვლებიან თავში აუვარდათ რაღაცეებიო. გეთანხმებით ხალხო, მაგათ თავში აქვს ავარდნილი რაღაცეები. ლელუ მან ყველაზე ბოროტი ქალია, კი ბატონო, უბრალოდ ჭირდება. გეთანხმებით მაგათში, ხა სადღაც მუზეუმი თვლიდნენ, რომ მე მაგათი სილამაზის და ნიჭიერების მშურს, ნუ რა ვიცი ხალხო. ლანა დაუბლოკოთ. ანასტასია ძალიან საყვარელი გოგოა. სოფია გახსოვს, ვინ არის სოფია ხალხო, გამახსენეთ.
მუზებს თავი მომღერლები გონიათ მართლა, მარა ეგინ დუნაშვილისგან არაფრით განსხვავდებიან. ჩემი აზრით განსხვავდებიან, უფრო ახალგაზრდები არიან, ანუ ეგი დუნაშვილის ახალგაზრდობა რეალურად ხალხნო ეს დიანა და მუზები. ეგი დუნაშვილის ახალგაზრდობა მუზები. სიმღერით, ქცევით, რეალობიდან აცდენით, ყველაფრით გვანან, არ ვიცი, ალბათ ქეთის ასაკში ეგენიც ეგრე იქნებიან, ვერ გეტყვით. თავი მომღერლები გონიათ, რა ვიცი, ხახნო ნოტებსაც ვერ იღებენ სწორად და რასაც მღერიან, იმასაც ვერ მღერიან სწორად და რისი მომღერლები არიან. არ დაიღალეს, სხვა საქმე არ გაქვს, სოფი. სხვა საქმეები მაქვს, მივხედე სხვა საქმეებს, შენ არი დარდო, დაღლაც რაც შეხება, არ დავიღალე 16 იანვრამდე. ჩართული ვარ ჰაუსში, ვარ მაყურებელი. შეგახსენებთ, რომ ვარ ყოფილი მონაწილე, ვარ ჩართული ჰაუსის ამბებში და შესაბამისად გელაპარაკებთ ხოლმე. სოფია, გინდა ფინანსებზე ვილაპარაკო, შენ როგორც მეტყვი. User 16 პროექტში რო აღარ ხარ, რა უფლებიც ძახი ვინმეს რამეს და რატო გგონია რომ მე უფლება არ მაქვს, ან საიდან მოიტანე რომ რაღაც პროექტში არ ვარ, ვინმეზე რაიმეს თქმის უფლება არ მაქვს. ჩემი აზრით მაქვს და შენ ამის უფლებას მე არ მანიჭებ და არავის არ ანიჭებ და არც შენი საქმე არ არის, მე ვიზე ვილაპარაკებ ხალხს, რა არ ვიცი, მოკლედ ძალიან ამბიციური და რეალობიდან აცდენი. მარიამ და ჯავახარო ერთად არიან. კი ბატონო. ჭელიძე მეც მიყვარხარ. 16 იანვარს რა ხდება თათია და თათია დიასამიძეს პასუხობ. 16 იანვარს მთავრდება ჰაუსი, როგორც იქნა და მიკერძუებული ხარ, როცა მარიამის და ანასტასიას ქცევებს ვამრო. კი, მე ვარ მიკერძუებული და არა ობიექტური ადამიანი, კი ბატონო. დაწერილი სცენარი არ გქონდა, ჩვენ ნია, კი, მე ვარ მიკერძუებული ნამდვილად. მიკერძუებული ვარ და სუბიექტური, კი ბატონო. ელენე, ძალიან დიდი მადლობა. 16 იანვარს როგორ მთავრდება? როგორ რა ვიცი, აბა, მთავრდება. გვანცა მიყვარხარ, მეც მიყვარხარ. რა ვიცი, ხალხ რომ მთავრდება და როგორ მთავრდება, აგერ ვნახავთ. კი ბატონო. ნიაკო, ძალიან დიდი მადლობა, გული არ დაგწყდეს არაფერზე. ესეთი რაღაც მაინტერესებს, ახლა თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით, რომ ხშირად ხდება ხოლმე, მეც მწერენ ძალიან ბევრს ამის თაობაზე და კომენტარებშიც ხშირად ხედავ ხოლმე, რომ ხალხნო რანაირად იქცევიან ჰაუსში, ხალხმა რა უნდა ისწავლოს ამათგან. მეგობრებო, სწავლა თუ გინდათ, წადით უნივერსიტეტებში, წადით კურსები აიღეთ, იმეცადინეთ, ისწავლეთ, საიდან მოიტანეთ, რომ ჰაუსში ვინმემ რამე უნდა გასწავლოთ, ან თქვენ უნდა ისწავლოთ. რეალიტი შოუ არის გასართობი, ვინც ერთობით რეალიტი შოუთი
ის უყურებთ მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ თუ რაიმე სწავლა გნებავთ არის უამრავი უნივერსიტეტი უამრავი სასწავლებელი არსებობს ძალიან ბევრი კურსები სხვადასხვა მიმართულებით პროფესიული პიროვნული განვითარების და ასე შემდეგ უნდა აიღოთ და იყიდოთ რომელიმე კურსი ან არის კიდე უფასო კურსები და ასე შემდეგ საიდან მოიტანეთ რომ რეალიტი შოუს ვინმე აკეთებს იმიტომ რომ თქვენ რამე გასწავლოთ ბავშვებმა რა უნდა ისწავლოთ ლელუს ქონდა კიდე გამოხტობა რომ ჩემი ჰეითი კი არ არის ლელუზე არის ახლა ძალიან ბევრი ჰეითი და ძალიან დამსახურებულად სხვათა შორის ბავშვებმა რა უნდა ისწავლონო ჰაუსისგანო მშობლებო თუ თვლით რომ ჰაუსი არის მავნებელი თქვენი ბავშვებისთვის ნუ აყურებინებთ ჰაუსის გადაცემას ნუ აყურებინებთ თუ თვლით რომ თქვენი ბავშვები არ უნდა უყურებდნენ ჰაუსს და რაც შეეხება იმას რომ რეალიტი შოუდან რომელიმე შოუდან თქვენ რამე უნდა ისწავლოთ მე მგონი ეს ძალიან გადაჭარბებული ნათქვამია რეალიტი შოუ სასწავლებელი არ არის ეს არის შოუ გასართობი ადამიანს ერთობით იქამდე უყურებთ არ ერთობით და აღარ უყურებთ ვინმე რთავთ რეალიტი შოუს იმისთვის რომ რამე ისწავლოთ ძალიან მაინტერესებს ხო, აი თიკო მაგალითად ჩხუბზე იცინის ძალიან ბევრი მწერდა ხოლმე რომ მარიამს მარტო იმიტომ უმესიჯებთო რომ ერთადერთი გულწრფელი ადამიანიაო და კიდე შევიდეს რომ კიდე აგინოსო არ ვარ ხალხნო მე მომხრე იმისი რომ მარიამი შევიდე და ვინმეს აგინოს მაგრამ თქვენ რომ თვლით რომ მარიამი ავტომატურად უნდა გაეგდო პროექტს იმიტომ რომ რამოდენიმე უცენზურო სიტყვა თქვა ეს ასე არ არის ხალხო უცენზურო სიტყვები არის ადამიანების ერთ-ერთი თვისება ანუ ადამიანი რო ბრაზდება ამბობს უცენზურო სიტყვას ისევე როგორც ადამიანი რო ბრაზდება ყვირის მუზებს ვინმე ბაგდებთ იმიტომ რომ ყვირია ან მოგწონს მაგათი ყვირელი მე რა ვიცი მე არ მომწონდა მაგრამ არასდროს არ ვამბობდი რომ მუზები გავაგდოთ იმიტომ რომ ყვირიან უგემოვნო სიმღერა არ მომწონს მაგრამ არასდროს არ მithქვამს ხალხნო რომ რადგან მუზები უგემოვნოთ მღერიან გავაგდოთ ჰაუსიდან მარიამი რო არ იყოს რას უნდა უყუროთო ალბათ რა ვიცი მუზების რაღაცა წუწუნს გინება არ მომწონს ნინოს პასუხობ გინება არ მომწონს შენ რას აკეთებდი საინტერესოს პაროდიას ვაკეთებდი ძალიან ხალისობდი და ძალიან ვერთობოდი ჩაწყობილი იყო მარიამს მაგდენი გეგა მაგდენი ხმა არ მიუღია ხალხო არ ვიცი მე ვიყავი მარიამის ძალიან ბევრ ჯგუფში გაერთიანებული და ხალხი ისე უმესიჯებდა და ისე გულშემატკივრობდა რომ მე ძალიან რეალური მგონია მარიამის ამდენი ხმა ჯავახა არ არის დამაჯერებელი ის იყენებს მარიამს რაში იყენებს აბა ვთქვათ 1 2 3 4 5 ქვია იუზერს უკვე ძალიან გაუგებარია რას ამბობ მაგრამ 1 2 3 4 5-ს რო დაირქმევ მაგარ რაღა უნდა დაწეროს საინტერესო მაგრამ რაში იყენებს ელე ანასტასია ძალიან ლამაზი და ძალიან საყვარელი გოგოა მარიამისნაირ რძალს ისურვებდიო აი მე ხალხნო მარიამი თქვენ ვინ გგონიათ ანუ გგონიათ რომ რაღაცა განსაკუთრებული უცხო პლანეტელი არსება მე ყველანაირ რძალს ვისურვებდი ვისაც ეყარებოდა ჩემი შვილი და ჩემ შვილს ვინც ეყარებოდა
ყველანაირი რძალი მისაღებია ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემო შვილმა უნდა იცხოვროს ამ ადამიანთან, მე არ უნდა ვიცხოვრო. მე რძალთან ერთად არ ვიცხოვრებ. და შესაბამისად თუ ჩემ შვილს მოსწონს უყვარს და ამ გოგოსაც მოსწონს უყვარს, შო ჩემთვის არის ყველანაირი რძალი მისაღები. ბუდე დედა ლაშვილი თუ ვიღაცა მუზებს ნუ ეხებიო რა ვიცი რასაც გვინდა იმას ვიტყვით და ისე შევეხებით რა შენი საქმეა არ ვიცი თუ არ გინდა ნუ მოგვისმენ ლორენცო ვანეხახმო ლორენცო რა დათრგუნული იყო ნახეთ მას შემდეგ რაც ლორენცო ხმის ლიდერი ვერ გახდა ბოლო ლაივზე და გახდა მარიამი ვერავინ ვერ წარმოიდგენდა რომ მარიამი ხმის ლიდერობით აჯობებდა ლორენცოს მაგას აი რამოდენიმე დღის წინ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა და მაგის შემდეგ ლორენცო გახდა ძალიან ესე ვთქვათ გაღიზიანებული და ძალიან მოწყვლადი ლორენცომ რაღაცები თუ არ შეცვალა თავის ქცევაში ის ასე დიდად გამარჯვებისკენ ესე დამაჯერებლად ვეღარ წავა ლორენცოს თუ აჯობა ხმებში მგონია ნებისმიერ საჯობებს ხალხო აი მართალია თიკო რამოდენიმე დღის წინ როცა მარიამზე ამხელა ჰეითი და ამხელა მორალის პოლიცია იყო შესეული და ლელუს ისინი რა ქვია როგორ საზიზღრად ლაპარაკობდა მარიამზე და ესე აჯავრებდა და რაღაცა საზიზღრებებს რო აკეთებდა ეს ლელუ ხო მაგის მერე მარიამზე იყო ძალიან დიდი ჰეითი ეს ძალიან დიდი დამსახურება აქ ლელუს სხვათა შორის და ვერავინ ვერ იფიქრებდა რომ ლორენცო რომელიც არის ჰაუსის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ძლიერი მოთამაშე ლორენცოს გადაასწრებდა მარიამი ხმებით ჯავახა და მარიამი ერთად არ უნდა დაჯდნენ აუთსაიდერებად ეს იქნება ძალიან დაუშვებელი მესამე ვინც დაჯდება არ აქვს მნიშვნელობა ის მესამე უნდა წავიდეს ჩემი აზრით ნუ მე ვინ მეკითხება მაგრამ მაინც გვანცა მარიამ ისევ სახლში გაუშვეს გუშინ ჯავახას არც კი ახსოვს რასაც სტრიმზე ვხედავთ ჯავახას რო არც კი ახსოვს საიდან გებულობთ მაგას უნდა დადგეს კამერებში და მარიამ მე შენ მახსოვ ხარ კი ხალხმა მე მარიამი მახსოვს და ისე ილაპარაკოს აქ თუ ახსოვს და გულში თუ ახსოვს ესე ვიზუალურად როგორ ხვდებით რომ არ ახსოვს მეც მასწავლეთ უბრალოდ მაინტერესებს ჯავახა და მარიამი უნდა დაასხდნენ მუზეუმთან და გააკეთონ მუზეუმიო კარგი აზრია თიკო ეკა კატერინა ბონდოს ვინ მეაძლევდა ხალხო ხმას კაფელ მეტლახი კბილები რას ნიშნავს დაგუგლე ლუკა მუზებს დაჯდომა არ უწევთ რა ვიცი ალბათ მოუწევთ მე ესე მგონია ქუთაისი სულ ბლატაობდა ხალხნო ქუთაისი ძალიან მობლატავია ყოველთვის მობლატავე იყო ქუთაისი ლელუ ბანძი გვანცა განძი ხალხნო რეებს წერთ ამას დაუსქრინავენ ლელუს მერე გამოვარდება მაგის ძმა და დამიწყებს საქმეების გარჩევას კი ლუკა მახსოვს ყველაფერი ქუთაისში ბლატნოი ხალხი ცხოვრობს არა ხალხნო არ გეთანხმებით ქუთაისში ცხოვრობს
ძალიან განათლებული და ძალიან მაგარი ხალხი და ზუკა გუგა ქუთაისის სახე ნამდვილად არ არის. ზუკა გუგა ქუთაის არ წარმოადგენს. ქუთაისში არის ძალიან ზრდილობიანი, ძალიან განათლებული ხალხი. ზუკა გუგა ყველა იყენებს ქუთაისის სახელს, ეგენი ქუთაისის სახე არ არიან და ქუთაის არ წარმოადგენენ. ეგ ბიჭები ქეთა ძალიან გაუნათლებები არიანო ქეთა წერს გეთანხმები ქუთაისში რა ვიცი ბავშვი რო იბადება უკვე რა ვიცი განათლებაზე ზრუნავენ რა ვიცი უკვე აკვნიდანვე სამშობიაროდან რო გამოხავთ უკვე ბავშვის განათლებაზე ზრუნავენ ქუთაისში ხალხო ანუ ქუთაისში არის განათლების კერა ზრდილობის და განათლების კერა და ზუკა გუკა თავისი რაღაცა ტერმინები რო აქვს რაღაცა რაღაცებს ამბობდნენ ხოლმე ვერც ვიმახსოვრებდი დღეს ჰაუსის ეპიზოდი იქნება 11 საათზე კი რაღაცა ქურდული მოკრიმინალო, ხო რაღაცა ტერმინოლოგიით საუბრობენ, რომელიც ჩემთვის ძალიან გაუგებარი იყო. რომ დამთავრდება გადაცემა დაამთავრებ ჰაუსზე ლაპარაკს თუ მერეც გააგრძელებ. მითხარი აბა რაზე ვილაპარაკო, რაზეც შენ მეტყვი, იმაზე ვილაპარაკებ. ოკეი. ვიღაცამ სპაჯბობი მაჩუკა დიდი მადლობა. სახლში ჯავახა და ტასო სულ ერთად არიან. არ ვიცი, ეგ როგორ მოხდა რომ არ გამომიგზავნეთ ვიდეოები, არ ჩამიგდეთ ხალხო, ვერ ვიჯერებ. ქეთი საღინაძე სახის კანს როგორ უვლითო ვაი მე ძალიან გამიკვირდა ეს შეკითხვა ბევრნაირად ვული ცალკე ლაივი გავაკეთო მაგაზე მარიამი კარგად შე როგორ ხარ გიო განათლების კერა თუ ქურდი გოგოების და ქურდი ბიჭების არა არასდროს არ არის ქურდული მენტალიტეტი ოკეი და არასდროს არ არის ქურდული მენტალიტეტი საქართველოს რომელიმე ქალაქის რომელიმე რეგიონის დამახასიათებელი თვისება ეს არის უბრალოდ გადაგვარებული მენტალიტეტის და ტვინღრძო ადამიანების შედეგი ეს ვერ იქნება ვერც ქუთაისის, ვერც კახეთის, ვერც საჭარის, ვერც ხულოს, ვერც თბილისის, ვერც ქართლის, სვანეთის და ასე შემდეგ, რომელიმე საქართველოს რეგიონის დამახასიათებელი ნიშანი ვერ იქნება. ისევე როგორც დები მუზები, უნიჭოების და უგემოვნოების სიმბოლოები ვერასოდეს ვერ იქნებიან ტრადიციულობის გამომხატველი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეტყვით, მარიამი, როგორ ხარ? კარგად საყვარელო. ვარდი გინდაო გამოაგზავნე ვარდი ანუ ციფრული თუ ნამდვილი თუ კიდე ნამდვილიც გამოაგზავნე გაგა არ არის პრობლემა გეგა ვერასოდეს ვერ იქნება მუზები რო ეძახიან ტრადიციული გოგოები ვართ რისი ტრადიცია გრძელი კაბა არ არის ტრადიცია საქართველოში ტრადიცია იყო განათლების ზრდილობის აზრზე მოსულობის და ჩამორჩენილი მე აზროვნების და რაღაცები გაშტერებულები რო არიან და ვერ გებულობენ რა არის და სად ჩამოვიდნენ და ვინ არიან და სხვა ადამიანების სიგარეტი უკვირთ, მოწევა უკვირთ, დალევა უკვირთ, მოკლეკაბა უკვირთ თუ დეკოლტე უკვირთ, ხო, რაც არის. ეს არის ჩვეულებრივი მაგათი
ქცევისთვის დამახასიათებელი და არასოდეს უგემოვნო სიმღერები იყო ეს თუ რაღაცა ნოტში ვერ სვამენ რაღაცა საშინელ სიმღერებს მღერიან და იმასაც ვერ მღერიან ეს რომელ ქართულ ტრადიციას ესადაგება ხალხო გამაგებინეთ ქართულ ტრადიციას თუ ავიღებთ და ქართულ ფოლკლორს ეს არის ხელოვნების უმაღლესი მწვერვალი მუზები ხელოვნებასთან ახლოსაც ვერ მივლენ და ახლოსაც არ გაუვლიათ მუზებს შენი აზრით მუზებზე მეტად კი საყვარელო მგონია რომ ბევრად მეტად განვითარებული ვარ არ გეწყინოს კი ბევრად მეტად განვითარებული ვარ ნუ გეწყინება და ნუ გაგიჟდები ამაზე შეგვიძლია დაგტოვო თემო შარიკაძე თვითონ რო იძახიან ტონს დაუწევ თვითონ უწევენ ტონს ყივია ой, ნახეთ როგორ დაღამდა თვალსა და ხელს შუა. ოჩან ბასასის ძინავს. მონიკა, შენ ალბათ მესამე მუზა ხარ სავარაუდოდ, საყვარელო ძალიან მეწოდები. ფერია, მუშაობ თქვენ, კი მე ვარ ფინანსისტი. ლუკა, სუპერნოვა რა არისო? სუპერნოვა არის ძალიან საინტერესო. ვაი მე ბასასი. ძალიან საინტერესო ვარსკვლავური მოვლენა, კოსმიური მოვლენა, უბრალოდ ვარსკვლავებთან არის კავშირში და შეგიძლია უფრო დაწვრილებით ნახავ, ძალიან საინტერესო რაღაც არის სუპერნოვა. ყველას გონია გვარი, არ არის გვარი, გვარად ვარ კაპანაძე. მონიკა, შენ ალბათ მუზა ხარ, ხო, იგივე მუზა, იგივე შეუგნებელი და ეგეთივე ქაჯი. მონიკა არ დაბლოკოთ რა აქ იყოს, ხალხნო დაიტანჯოს ჩემი ყურებით. ეცინება ამ გოგო. ჯერ მონიკას რო დაიკო. თავიდან სუპერნოვა მეგონე, ხო, ბევრს გონია ხოლმე. მონიკა სიმწრის სიცილი აქ მონიკა არ დაბლოკოთ ხალხნო აქ იყოს ფერია დიდი მადლობა მონიკა არის ახლა ძალიან გამწარებული მაგრამ ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ ვაი მე მონიკას შენ ფოტოებში გადავედი და ნეტა არ გადავსულიყავი მონიკა ხალხნო ცოდვა ნულანძღავთ თავისი გაჭირვება აქვს ვაიმე მეც არ გადავსულიყავი ნეტა თიკო ხო გითხარი არ გადახვიდე ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი მოდერატორობის თიკოს თუ სწორად მახსოვს გაქირვებული მონიკა გაქირვებული. კაი, ძალიან დიდი მადლობა ხალხო თიკოს დღევანდელი მოდერატორობისთვის. ჩემი TikTok და Instagram მეგობარია. კეთის აღინაძე სახისკანზე ჩავწერ აუცილებლად რაიმე ვიდეოს, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება და პრაქტიკა დამიგროვდა. სხვადასხვა ბრენდები, ქართული, არაქართული უცხოური, რამაც კარგად იმუშავა, რა თქმა საინტერესებს. და შესაბამისად, რა ვიცი, მომწერეთ რაც გაინტერესებთ და იმაზე ჩაგიწერთ ვიდეოებს. ხალხო, ეხლა უნდა გავიდე. უნდა
ნახეთ ეს რა საყვარელია ხალხო. აი ეს არ არის ახლა საყვარელი. ალადი კრეკერები უნდა ვაჭამო ახლა ამას და უნდა გავიდე, მივდივარ ჩემ მეგობართან სახლში, გვაქვს მეგობრების შეკრება. თბილისში ცხოვრობ თუ ბათუმში? თბილისში ვცხოვრობ სპორტის სასახლესთან. ლიზი, დაგაფოლოვებ აუცილებლად. ხო და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად კვირას გაატარეთ ეს დრო, აბა თქვენ იცით და კიდე შემოვალ, კიდე ამე ხალხო გული არ გაუსყდეს აქ ვიღაცებს და კიდე ვილაპარაკებ ჰაუსზე. ლიზი, ძალიან დიდი მადლობა თიკოს. და აბა თქვენ იცით